Sanamani Adaki, Kavaduri Polaritzის მანძილზე საქართველოს გადადის ფედერაციაში მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა. ერთ-ერთი არის საზოგადოება, რომელთაც მოგეცა შედეგზე ორიენტირებული მეთოდიკის გადათარგმნა და ახალგაზრდა თაობის სწორად აღსტარა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ვისაგებო შემთხვევით და ბატონ აკაკის, რომელიც თავზაუზოგავად შრომობს ფედერაციას გააყენოს სწორად და განვითარების გზაზე, მადლობა გადავხადო როგორც აჭარჭელების ფედერაციისთვის გადმოცემული ელექტრონული საათებისათვის, ასევე ყველაფრისათვის, რასაც ის ძალების განვითარებისთვის აკეთებს, როგორც კიდეში, ასევე საკუთარი საქართველოს მადლობა გუჩა, მადლობა ნატო, დიდი მადლობა ჩვენს სალას, ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პრეზენტაციისთვის გამოსვლისათვის. პრინციპში თქვენმა გამოსვლა მაჩვენა თუ რაოდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის როლი სპორტსმენის ზრდაში, სპორტსმენის ცხოვრებაში და თქვენ აუცილებლად გავაგზავნოთ თქვენთან თანამშრომლობთ და ვფიქრობ სერიოზული შედეგები გვექნება. ვიფასო მეგობრებო, პრინციპში ჩვენი ღონისძიება დასასრულს მივუახლოვდა, მინდა გისურვოთ წარმატებები, მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა სექტორი ვისმა საქართველოს ბანკში ვიყავი, ბილეთი ავიღე ნომერი, სადაც რომ ვისულიყავი მოლარეს ასე ვთქვა და იქ ეწერა განათლების გზაზე არ გაჩერდებო. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მომავალსაც ასე ფორმა აუცილებლად ჩავატარებთ პლატფორმში, აუცილებლად დაგიძახებთ. შეიძლება ფორმატის შევცვალოთ, დავდივით და ვფიქრობ, როგორ შეიძლება პროექტული გავხადოთ ჩვენი შეხვედრა, შეიძლება კიდევ სხვა თქმელებსაც დავუძახოთ, ცხოველებსაც, შეიძლება თქვენს გამოგვივიდეთ და ეს ერთწლიანი გამოცდილება თქვენ გავიზიაროთ. დავარიოთ თქვენ გქონდეს შედეგები, ხელშესახები შედეგები. ამასთან ერთად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კომუნიკაციის ხაზები უნდა გქონდეს. დიდი მადლობა მინდა უთხრა სალომეს იმის გამო, რომ დამპირდა, რომ ფედერაციის ხარჯები აუცილებლად მოიწევენ ნატოს და ხუჩას წლის განმავლობაში, ანუ ეს კონტაქტები გაგრძელდება. ჩვენს ფედერაცია სხვა ფედერაციას, რეგიონულ ფედერაციას აუცილებლად დაეხმარება იმისათვის, რომ ისე კი არ იყოს, რომ მომავალზეც შეუძლია ეს მთელი წელი არაფერი კავშირი არ გქონდეს. თქვენ ასეთ შემთხვევაში არ მიგატოვებთ, ეს შეხვედრები იქნება საკმაოდ მე ვფიქრობ პროდუქტიულის და მუდმივიც. მაგრამ თქვენს უნდა იმუშაოთ, ეს წიგნები რაც აიკითხოთ და მაქსიმალური თავდაუზოგავი შრომა გაგრძელოთ, რომ ბევრი კითხვები გქონდეთ, თქვენთან რომ ჩამოვიდეთ ტრენერები, მასწავლებლები, შეავსოთ ის ცარიელი ადგილები, რომელიც აუცილებლად იქნება და კიდევ ერთი რაღაც, პრინციპში ჩვენ საკმაოდ ჩამოვიდით ამ პროცესებს, რადგან ადრეულად გავაკეთებია წლების უკან, მაგრამ როგორც გითხრათ, ჯობია ვიდრე არასოდეს. ეხლა ერთი ტექნიკური საკითხი მე შევამჩნიე, რომ მეორე თქვენთაგანი, როდესაც საბა გამოდიოდა ხომსნელები, ეკრანს იღებდნენ ტელეფონით, მინდა გითხრათ, რომ დღეს მიმდინარეობს ვიდეო გადაღება, შესაბამისად ჩვენი ვიდეოგრაფია აუცილებლად მოგვაწვდის მასალას და რამოდენიმე დღეში ფედერაციის YouTube გვერდზე ყველაფერი აბსოლუტური იქნება და პროექტები არ ნახოთ, ერთხელ ორჯერ და გამოდერას მოგიგებთ. ძალიან საინტერესო და მეორეც ვთქვათ ლოგიკური დამტვერვა ეს არის შოთანის პირველი დაბადების დღე. შოთანის პირველი პრინციპში ფერიფერია და ქართველი მოჭადრაკეების დიდოსტატების მუსიკაზრდილი არის. ბევრი მსმენელი გოგი ხომერი, გოგი მაჭარაშვილი, ქეთი აბაშიძე, აქორის მე შოთანის პირველი მოსწავლეები ვიყავი. ძალიან ბევრი რაღაც მოსწავლა. ამ მასწავლებლებმა თავისი მოსწავლეები გაზარდეს და ზოგადად ქართული ჭადრაკის განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ეს მინდოდა მეთქვა მომავალ შეხვედრამდე და წარმატებები.
Anlogami dagegen aber so es idea რომელიც ასეთ განაახორციელა და რამდენიმე პერიოდი მიმდინარეობდა რომ მართლაც დაამართლა იდეა და შედეგი აუცილებლად იქნება მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენს კოლეგებს მწვრთნელებს ხოლმე ყველაზე ყოველდღიური სერტიფიკატთან ერთად სამახსოვრო სურათი გადავიღო და შემდეგ განვიდით განსაზღვრული სხვა საიტებს მადლობა